ფრიდონ იჯარეთელის გამოფენა ბათუმის ხელოვნების მუზეუმში მხატვარი დეკორატივიზმს უწოდებს სტილს, რომელსაც ძირითადად აკვარელით და გუაშით ქმნის. მარი ბოლქვაძე გიამბობთ, სად ინაცვლებს იჯარეთელის შემოქმედებითი ფანტაზია, რომელიც ნახატებს ხშირად ცდება. თავიდან რომ ვიწყებ ნახატს, ხო ბოლოს რა გამოვა, ეს მე არ ვიცი. ის რაც გამოვიდა უკვე 5000-მდეა, მისი ძალიან მცირე ნაწილი კი დღეს ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გამოფინა. დღევანდელი გამოფენა მე ვთვლი, რომ რაღაც მოულოდნელობა იყო ჩემთვის, რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო აშკარად მის შემოქმედებაში, იმიტომ რომ ძალიან ესთეტიკურად გამომსახველი სურათებია წარმოდგენილი. ჯერ თავიდან ეს შევქმენი. ფრიდონ იჯარეთელი თავდაპირველი გვარით ბოლქვაძე ამბობს, რომ ბავშვობიდან ხატავს. შემოქმედებით გზაზე ბევრი რამ შეიცვალა: ხატვის სტილი, მანერა, ტექნიკა, თემატიკა. ერთადერთი რაც უცვლელია, ხელწერაა. ფრიდონ იჯარეთელი აი აქ არის ის და ფუს კომბინაცია. ფრიდონ იჯარეთელის კომბინაცია, ეს ლოგო არის ჩემი. უბრალოდ ავიღე ეს სოფლის სახელი ფსევდონიმად. სამწერლო და სამხატვრო. შემოქმედებითი ფსევდონიმია. ისეთ სტილში ვმუშაობ და ისეთი სამაქვს, რომ ნამდვილად იჯარეთელი იმსახურებს. ხელოვანმა მხატვრობის ამ სტილს დეკორატივიზმი დაარქვა. ნამუშევრების ძირითადი ნაწილი აკვარელით და გუაშით იქმნება და ტექნიკურად საკმაოდ რთული შესასრულებელია. მიუხედავად იმისა, რომ ნახატის კომპოზიცია თითქმის ყოველთვის აკადემიურია, მხატვარს ფანტაზიას ვერ უზღუდავს. აბსოლუტურად, არც თემატიკით ვერ ზღუდავს, არც არაფერი. ჩემთვის არაა პრობლემა ფიგურის დახატვა, არაა პრობლემა პეიზაჟის დახატვა, რეალური ნახატის დახატვა არაა პრობლემა. ტექნიკურად კომპოზიციური არსი რომ მაღალ დონეზე ვიცი, უკვე პრობლემას არ მიქმნის, არანაირად არ ზღუდავს თავს. ფრიდონ ბოლქვაძის შემოქმედება მხატვრობის გარდა მწერლობას და დიზაინს მოიცავს. უკვე წლებია ქმნის წიგნის ორნამენტებს. მისი მწერლობა კი ფანტასმაგორიაა, ისევე როგორც მხატვრობა. იდეებს არ ყიდის, არც ნამუშევრებს, ამიტომ მათ ვისაც ახლა იჯარეთელის შემოქმედებითი სამყაროს გაცნობა მოუნდა, ბათუმის ხელოვნების მუზეუმს უნდა ესტუმროს.